And now, please welcome the referees and the teams. ახლა კი შეეგებეთ საჯებს და ეროვნულ ნაკრებებს. Beginning with the team of India. შეეგებეთ ინდოეთის ეროვნულ ნაკრებს. And now, please welcome the People's Republic of China. ახლა კი ჩინეთის ეროვნული ნაკრები. Introducing the players. რაგაცნობთ გუნდების შემადგენლობას. Beginning with the team of India. დავიწყოთ ჩინეთის ეროვნული ნაკრები. With the number 10, the captain Tinku. Number 1, Lucky. Number 2, Bhupender. Number 3, Naveen Singh. Number 4, Happy. Number 5, Ankit. Number 6, Ashwani. Number 7, Kailash Patel. Number 8, Manish Kumar Tripathi. Number 9, Ashok 9. Number 11, Yasmeet Singh. Number 13, Shupan. Number 15, Devendra Singh. Number 16, Dinesh. The officials, Shivaji Sindhu, Rajit Singh, Anandeshwar Pandai, Saluja Pritmal Singh. Introducing the People's Republic of China. რაგაცნობთ ჩინეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობას. The captain with the number 12 is Wang Chuan. Number 1, He Xinyan. Number 3, Wang Penghao. Number 5, He Zheng. Number 7, Zhao Mengxuan. Number 8, Xie Qinglong. Number 10, Li Xiaopeng. Number 11, Wo Shiwei. Number 13, Wang Yu. Number 18, Li Shuang. Number 22, Wang Beijie. Number 44, Wang Xiaoqi. Number 88, Wang Yongchen. Number 98, Zheng Zhu. The officials, Yao Shujie, Zhu Xinchen, and Fu Peipei. The referees are from Egypt. საჯები არიან ეგვიპტიდან. Mahmoud El-Betaki and Amdi Nasser. Technical officials from Egypt and Slovenia. ხოლო ტექნიკური ოფიციალური პირები ეგვიპტიდან და სლოვენიიდან. Tamer El-Sayed and Leopold Kalin. The RHF official is from Sweden. საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელია შვედეთიდან. Monica Hagen. Ladies and gentlemen, it's time for the national anthems. Please all rise for the national anthem of India. ახლა კი გთხოვთ წამოდგეთ ფეხზე და შევასრულოთ ეროვნული ჰიმნები. დავიწყოთ ინდოეთის ეროვნული ჰიმნით.
Thank you very much. Now, ladies and gentlemen, the national anthem of the People's Republic of China. ახლა კი ჩინეთის ეროვნული ჰიმნი. Less than 1 minute to go. თამაში დაიწყება ზუსტად 1 წუთში. მოგესალმებით პაცემონტებელ მაყურებლებო, ვიწყებთ რეპორტაჟს თბილისის სპორტის სასახლიდან, მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის მესამე დღის მესამე მატჩი. ერთმანეთს ხვდებიან შორეული აღმოსავლეთის მეზობელი ქვეყნების და ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამორჩეული ქვეყნის გუნდები ჩინეთისა და ინდოეთის ნაკრები გუნდები მოხსენებათ დედამიწაზე დაახლოებით 8 მილიარდი მაცხოვრებელია, 7 მილიარდზე მეტია უკვე და შეიძლება ითქვას, რომ მესამედი ამ ორ ქვეყანაში ცხოვრობს და წესით ამ ორ ქვეყანას არ უნდა ქონდეს არანაირი პრობლემა ნებისმიერ სახეობაში, იქნება ეს სათამაშო თუ ინდივიდუალური, მაგრამ აი საკმაოდ თვალსაჩინო პირველი ეპიზოდი, ინდოელებმა ჩაჭრეს პირველი ბურთი და
გააკეთა ეს ჰეპი. თავი თვითონ ვერ გაიტანა, მაგრამ დროზე წამოეხმარა აშოკ ნაინი და დაწინაურდა ინდოეთი უკვე 2 ბურთით საქმე ის გახლავთ, რომ ჩინეთი ფავორიტად ითვლება ამ წყვილში და ასეთ დასაწყისი მოულოდნელობა აშკარად. კვლავ ვერ მიაღწიეს ვიზას ჩინელებმა. გავაძლევ იმას, რომ არ უნდა ქონდეთ პრობლემები, მაგრამ ჩინელებზე ამის თქმა კიდევ ნაკლებად შეიძლება, მაგრამ ინდოეთის სამწუხაროდ სპორტული კუთხით არ გამოირჩევა თითოეულ სახეობა თუ არის, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში კონკურენცია გაუწიოს. ამ მსოფლიო კონკურენტუნარიანი იყოს. ნუ ალბათ ნელ-ნელა აქაც შეიძლება სიტუაცია. ჩინელთა სიძლიერეზე კი თქმა უნდა ინფორმირებულია მოსახლეობა, მაგრამ ჯერ არაფერი ხსმენია ხელბურთელებზე, ჩინელ ხელბურთელებზე და აი პირველი მერცხალი ჩინეთიდან და საკმაოდ სიმპათიური გუნდიც არის. უნდა აღინიშნოს. ჯერ მართალი არაფერი გამოდით პირველი 3 წუთია, მაგრამ დიდი ალბათობით ჩინეთი ინდოეთს მოუგებს. თან და აღინიშნოს ისიც, რომ მეორე შემადგენლობით დაიწყო ჩინეთმა თამაში. საკითხიდან გამომდინარე, რომ ინდოეთი არ არის ძლიერი გუნდი. თავისი ჯგუფის ალბათ ერთ-ერთ აუთსაიდერად ითვლება და ჩინელებმაც მეორე შემადგენლობა დაუპირისპირეს. მივადევნოთ თვალყური ჯერჯერობით ამ ტაქტიკურ სლას წარმატება ჩინელებისთვის არ მოაქვს. აბა ნახოთ ამ შეტევაში რა იქნება, ვერც ახლა მოახერხეს გაატანა. იყო ეს პენგაო ვანგი. ხარხას მოარტყა ბურთი, თუმცა ინდოელებმა კონტრიერიშით ვერ იხეირეს. გარბენი ისევ ჰეპი გაუვარდა იქ ბურთი 14 ნომერ სინგ, დევინდერ სინგს, რომელიც ლიდერი ერთ-ერთი გუნდის და პირველი გოლი პენკაო ვანგმა ერთმანეთამდე შეამცირა სხვაობა. მეხუთე წუთი მიმდინარეობს შეხვედრის. ინდოეთის შეტევაში. მესამე ნომერი ნავინ სინგჰი. შორეული ტყორცნა და გოლი 3-1. ნავინ სინგჰი ძალიან კარგად ასრულებს 7 მეტრიანებს შორიდან. ნუ გუში ყოველ შემთხვევაში ასე იყო. შვენივრად შეასრულა 7 მეტრიანები ერთი ორის გააცოდა, მაგრამ ბევრჯერ მოუწია და წარმატებული იყო, აი შორიდან ცოტა უჭირდა, მაგრამ დღეს როგორც ხედავთ, ამ კომპონენტშიც გამოიჩენა თავი. გუშინას გაიტანა ერთი შორეული ტყორცნის შედეგად. ასე რომ ვიხილავთ მისგან მრავალნაირ დარტყმებს კარებში. აი აქ კი მისმა ვიზავი 54 ნოემბერმა ქსიაონ კვანგმა გაიტანა დაახლოებით იგივე პოზიციიდან. ისიც საცია და საიდის პოზიციიდან დაარტყა გაიტანა. ჩინელებში მოგხსენეთ, რომ 5 ვანგია. აქედან ერთი მეკარია, სათადარიკო. ამჯერად ჩინელებს ძირითადი მეკარე ყავთ კარში, ქსიანინი, ქსენიანი უბრალოდ. ხოლო ძირითად შემადგენლობაში ჯუნშენგ ვანგი დგება ხოლმე,
დარჩენი 4 სადარიგოს მოთამაშეა დღეს, ამათგან უმეტესობა უკვე მოედანზეა. თავარი ვანგის გარდა. ინდოელები კი ცხადია, ძირითადად შემადგენლობით თამაშობენ, მათ სხვა რესურსი არ აქვთ. აი სინქი ისე, სინქი შეიძლება დაგუკეთ თამაში, პასი უნდა მიეცა ჰეპისთვის კუთხეზე, მაგრამ ვერ შეამჩნია, თუმცა გაგზელდა სხვა მიმართულებით და მარცხნიდან აშოკ ნაინმა გაიტანა. 4-2. ჩენ ქსიუ 98 ნომრით მარცხენა ინსაიდზე გუო ათამაშებს, მას აქვს ახლა ბურთი. უგინდა თამაშისთვის გააფრთხილებენ ცხადია სინქს. დეზინგერ ეს გახლავთ დევინდერ სინქი. ორი სინქი ყავს ინდოეთში, დღესაც მე 3 ნომერზე ვისაუბრეთ. ნავენ სინქი. სინელები უტევენ. პასიურის ნიშნად ხელი აწეული, დაარტყა სინქმა, უკაცრავად ეს იყო გუო და დაუბლოკეს მას. და სწრაფი კონტრიერიშით ანკიტმა სამამდე გაზარდა სხვაობა ანგარიში 5-2. შენერსევი ვიხილეთ ჩინელთა მეკარის. ისევ ინდოეთი უტევს მიუხედავად ამ აღებული ბურთისა. დევინდერ სინქი, კარგი ჩატარება და ისევ ჩინელთა მეკარე ყოჩაღობს. გასწრაფი კონჩეტევა, გარბენი. ცოტა ეგოისტურად მოიქცა, ახლა ჩინელი ფეხბურთელი შეეძლო მას თანაგუნდელებისთვის გადაეწოდებინა ბურთი და ეს არ გააკეთა. დაუშვა შეცდომა, სამნაბიჯზე მეტი გააკეთა ბურთით ხელში და ჩამოერთვა შეტევის უფლება ჩინელს. აქ ინდოელებმა კერძოდ ჰეპიმ და ცუდი პასი გააკეთა, მაგრამ ისევ ელემენტარულ სიტუაციაში გარბენი ჩინელთა მხრიდან. ნამდვილად ეთყობა სადარიგოებს ჩინელებისას, რომ დაბალი კლასის, შედარებით დაბალი კლასის ფეხბურთელები არიან. თუმცა გამოიწვევიან ალბათ ნელ-ნელა. ამ შემთხვევაშიც ჩენმა დაარტყა, ისევ საკუთარ თავზე აიღო, გარბენი აღარ გაუკეთებია, მაგრამ ბურთიც ვერ გაიტანა. ისევ 5-2 ინდოეთის სასარგებლოდ. ხაზ დააბიჯეს ინდოელმა, იყო ეს ტინკუ. ისევ ჩენი და კვლავ გააქვს. ჰაპი, სინქი. ნავენ სინქი, კარგი მოძრაობა შეიჭრა. ხოლო 9 მეტრი. დღევანდელ შეხვედრას სჯიან ეგვიპტელი საჯები, მაჰმუდ ბელთაგი და ჰამდინ ნასერი. Yellow card for People's Republic of China's number 7, Zhao Wengshuan.
ვენსიონ ჩაო გააფრთხილეს ჩინელთა მხრიდან. სინხი, დევენდერ სინხი კარგი იყო, მაგრამ ხარიხას გაარტყა ბურთი. ელემენტარული წუნი კვლავ გადატანის დროს. იქვე შეცდა ინდოელი ხაზს დააბიჯა ფეხი და აუტიდან შემოიტანეს ჩინელებმა. კარგი პასი ხაზზე და ზონიდან დაცვის გამო 7 მეტრიანი ნიშნება ინდოელთა კარში. აფრთხილებენ კიდეც ტინკუს. სევიჩიანი 7 მეტრიანის ნიშნულთან დაარტყა, ვერ გაიტანა. კარგია ლაკი. შუბხამი შემოვიდა მე-13 ნომრით ინდოელთა რიგებში. გაკ ჯარიმა 9 მეტრი. ტინკო გამოიტანს. დევენდერ სინხი და კვლავ ვერ გააქვს მას 1-1-ზე გასულ. საპირისპირო კაცრავად ეს ისე ვენსლან ჩაოიყო და ლაკიმ კვლავ მოიგერია რთული ბურთი. ომხრივი შეცდომების კასკადია ორივე გუნდის შესრულებით. ანიავებენ კარგ შანსებს, აქ 7 მეტრიანია შესაძლოა ორწუთიანშიც გააძევონ ახლა, დიახ, ასეც არის. სიაოკი ვანგი 44 ნომერი გაძევებულია. გაიტანა ეს ნავინ სინხმა. როგორც გითხარით, ის კარგად ასრულებს 7 მეტრიანებს 6-3. სევჩენი. გუო. ჩაო. ცუდი და ნავინ სინხმა, დავინდა სინხმა ჩაჭრა ბურთი, ტინკო დაეტაკა. ძალიან სწორხაზოვნად იმოქმედა ახლა. ინდოელმა და სწრაფი გადასვლა ინდოელთა. შვიდ მეტრიანი. ისევ ნავინ სინხი ურტყამს. ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ მეორე ჯერზე შეძლო დამატებით. და გაიტანა 7-3 ინდოეთთა უპირატესობა იზრდება. ჩინელები ისევ მეორე შემადგენლობის იმედად არიან, არ ჩქარობს როგორც ჩანს მთავარი მწვრთნელი. აქვს იმედი, რომ დასჭირდება შეცვლის თამაშის მიმდინარეობას. კვლავ ვერ გაიტანა პირველ ჯერზე, მაგრამ დამატებაზე იყო ჩაღა ვენსუან ჩაო. შვიდით 4 ინდოეთის შეტევაში. დევენდერ სინხი კვლავ უზუსტოა მისი დარტყმა, კარგია მეკარე ისინიანი. და აქ ისევ მარტივი შეცდომა.
კონტრიერში სწრაფი უნსურდათ, ინდოელებს არ გამოვიდა, ჩინელებმა მოასწრეს დაცვაში ჩამოსვლა. მარჯვენა ფლანგი ნავინ სინხი. კარგად ჩატარებული ბურთი და ორიგინალური შესრულება დარტყმის. მიხეილ შუბხამის მიერ 8-4. დიდი ეჭვი რომ პირველ ტაიმში ჩინელები მაინც მეორე შემადგენლობით ჩამოთარებდნენ, აი თუ კი ვერ მოახერხეს ანგარიში სათავისო შეცვლა, თქმა უნდა, ძირითად მოთამაშეებს დააყენებს. აუთსაიდერთან ქულების დაკარგვა არავის გეგმებში არ შედის. 8-5. მოგახსენეთ პირველი ორი შეხვედრის შედეგებს, რომელიც დღეს უკვე გაიმართა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აზერბაიჯანსა და ბრიტანეთს შორის. ბრიტანელებმა ერთი ბურთის სხვაობით 36-35 გაიმარჯვეს. კუბელებმა კი კოლუმბიელებს მოუგეს 31-24. 16 საათზე ერთმანეთის პირისპირ დადგებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მალტის ეროვნული გუნდები, ხოლო 16 საათზე ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიას შორის. 20 საათზე ნიგერია ბულგარეთს დაუპირისპირდება. აი ბოლო ორი შეხვედრა განსაკუთრებული ინტერესის მატარებელი იქნება. საქართველოს ფავორიტია ცხადია ირლანდიასთან, დიდი ალბათობით უნდა გაიმარჯვოს, საკითხავია უბრალოდ ამას. იოლად მოახერხებს თუ გაუჭირდება, აი ნიგერია ბულგარეთი ასევე საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს. ბულგარეთი ალბათ მაინც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ ნიგერიასთან, თუმცა ნიგერიელებიც საკმაოდ სოლიდური გუნდის დაბესტებას თხოვებენ, ამიტომ იოლად ბულგარელებს საქმე დღეს არ ექნებათ. აქ ის 9-6-ია, ინდოელები უტევენ. დევენდერ სინხი ჩატარდა კარგად მარჯვენა ფლანგზე და ანკიტმა შეძლო არც თუ სახელსაყრელი პოზიციიდან გატანა. კარგად შეხდა და შორეულ კუთხეში მოახერხა ბურთის გადაგზავნა. 9 მეტრი გუა უტევდა. წუჩესვენება აიღო ჩინეთს. დასრულდა წუთშესვენება, ჩინეთი შეტევაშია. ჩვენ მოგახსენეთ პირველი ორი მატჩის შედეგი, რომელიც დილას 10-ზე და 12 საათზე უკვე გაიმართა. და მოგახსენებთ აი ამ გუნდების ჯგუფის მდგომარეობას პირველ რიგში შემდეგ B ჯგუფისაც, ეს A ჯგუფის გუნდები არის. ჩინეთს ორი თამაშის შემდეგ ერთი მოგება, ერთი წაგება აქვს და ორი ქულა აქვს, ბურთების თანაფარდობა -3. ინდოეთს 2-დან 2 მარცხი და -26. ამიტომ ჩინეთს რა თქმა უნდა აუთსაიდერთან ქულების დაკარგვა არ სურს,
და ყველაფერს ეცდება მისათვის, რომ დღევანდელ შეხვედრას გაიმარჯვოს, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს. 7 მეტრიანი ისევ და ასრულებდა ნაინაშოკი ვერ გაიტანა. ქიქსინიანი ზუსტია აუღო საკმაოდ რთული ბურთი, თუმცა აუძე გადავიდა მისგან ასხლეტილი ბურთი და ისევ ინდოეთის შეტევაში. აშოკი, ნავენსინხი, აშოკი, ნავენსინხი. ცოტა უცნაურია, რატომ არ დაარტყმევინეს ნავენსინხს 7 მეტრიანი, მაგრამ ნუ ასე გადაწყვიტეს და შედეგიც ვერ მიიღეს. ჩინელების სწრაფი კონტრიერიში ლი შუანგმა ერთ-ერთზე გასულმა ვერ გაიტანა, ხარიხას მოხდა ბურთი და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. თამაში სადარგო ბურთით გაგრძელდა. ინდოეთის შეტევაში 10-ით 7 ანგარიში 21 წუთი იწურება შეხვედრისა. სინხის დარტყმა, დამინდარ სინხის და ქსენიანი ისევ ოჯახობს, იღებს ამ ბურთს. აქ ცუდი პასი ნელ-ნელა ჩინეთმა უკვე დააბრუნა, შეფროსორად შემოიყვანა ძირითადის მოთამაშეები, ესენი არიან ხაზის პოზიციაზე მდგომი ქსიუ კინგლონგი, 92 ნომერი ინსაიდი მარცხენა იუნჯენ კვანკი და 22 ნომერი ესეთი გამორჩეული ხელბურთელი მარცხენა ფრთაზე პეიჯი ხუანგი. ნავენსინხი, დავენდარ სინხი, ცუდი პასი ლამის ჩაიჭრა. დროზე წამოეშველა თანაგუნდელებს აშო ნაინი და შორეული დარტყმით გაიტანა. 11-7. თავარი გამთამაშებელიც ალი ჩაპენგიც მოედანზეა და მეხუთე ნომერი ჰი ჩენგი, რომელიც მარჯვენა ფლანგის მოთამაშედ ითვლება. ბურთი უნდა შეცვალონ როგორც ჩანს, დიახ. ასეც არის. ოცდა მესამე წუთი მიმდინარეობს. Წერტმეტი თორვა ჩინელები ნელ-ნელა კიდებენ საქმეს ხელს როგორც იტყვიან. მოგახსენეთ რომ უკვე ძირითადის მოთამაშეები არიან მოედანზე და ნახოთ როგორ წინააღმდეგობას გაუწევენ ამ მოთამაშეებს ინდოელები. პირველი ტაიმის სათავისო დასრულების ალბათობა მაინც დიდია, იმიტომ რომ სამი ბურთია სხვაობა და უკვე 23 წუთია გასული. 7 წუთში შეიძლება ამაგარი შენარჩუნება, მით უმეტეს აგერ შუქამმა კვლავ გაიტანა 12-8 ვანკი ლიჩიაპინგი 18 ნომერი ლიშვანგი 7 მეტრიანი ცოტა დააგვიანა საჯმამ გადაწყვეტილების დაფიქსირება, მაგრამ ფაქტი იყო რომ ზონიდან იცავდნენ თავს ინდოელები უტევდა იუნჩენ კვანკი. 7 მეტრიანს კი ამჯერად დაარტყამს 22 ნომერი პეიჯი ხუანგი. ვერც მან გაიტანა. შეიძლება წინა ჯერზე ვერ შეძლეს ჩინელებმა 7 მეტრიანის რეალიზაცია 12-8 24 წუთი გავიდა უკვე შეხვედრის დაწყებიდან და საკმაოდ ძალისხმევა მოუწევს ჩინელებს ამ ჩამორჩენის დასაძლევად. კარგი პასი და მშვენიერი დასასრული კინკუ. აღმოჩნდა რომ ასე იოლიც არ არის
ინდოელთა ჯობნა, ამიტომ აი მთელი ძალისხმევა უნდა მიმართო წარმატებისკენ, ასე აკეთებს იუნჯენ გვანგი, თავარი ბომბარდირი, ჩინელთა 13-9. თუ შესვენება იყო ინდოეთმა. დასრულდა თუ შესვენება 5 წუთი პირველ ტაიმის დასრულებამდე და ინდოეთის შეტევაში. კაფი ძალიან ცუდი პასი. ჩინელები გამოვიტანენ. იუნჯენ გვანგი ისევ აღიმართა, შორიდან დარტყმა, ამჯერად ვერ გაიტანა. ძალიან მარტივად ხომ არ უყურებენ ჩინელები ინდოელების ძლევას, აი ეს დაბეჭდილება რჩება პირველი წუთებიდან, პირველ ტაიმის მსვლელობის დროს, როგორც მოგახსენებთ, თავიდან მეორე შემადგენლობა დააყენა ჩინეთის თავრომცნელმა, ამან შედეგი არ გამოიღო, ჩამორჩნენ საკმაოდ გვარიანად და ის ჩამორჩა და აქამდე აღმოუყრელია მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთია ძირითადი შემადგენლობა თამაშობს ჩინეთის რიგებში. სწრაფი გადატანა, ნუ აქ მასკარად გამოჩნდა, რომ კვალიფიკაცია საკმაოდ მაღალია ჩინეთის ნაკრების. თუ ასე გააგრძელეს, რა თქმა უნდა, ეს ჩამორჩენა აღმოიფრხება, მაგრამ ისევ და ისევ მთელი ძალისხმევის შედეგად თუ იქნება შესაძლებელი ეს. ჰი ჩენგი, მეხუთე ნომერი ჩინელთა იყო ზუსტი, აკი, დავენდერ სინგხმა ისევ 4 ხუთამდე აიყვანა სხვაობა 14-10 ინდოეთი წინ არის 7 მეტრიანი პეიჯი ხუანგი უტევდა 2 წუთიანში აძევებენ 9 აშოქს მეტრიანსკი უკვე მესამე ხელბუთელი შეასრულებს ჩინელთა ნაკრებიდან ეს გახლავთ ლი შაოპენგი გაიტანა ლი 14-11 9 მეტრი შუბხამი შეაჩერეს ჩინელებმა გაითამაშა მანვე კასნაკლულნი არიან და ხაზის მოთამაშე ვერ ეხმარება ინდოელებს უნდა ეცადნონ თავად შორიდან როგორმე მოახერხონ კარში გადაგზავნა ბურთის ამას ცდილობდა ეხლა ნავენ სინგხი ვერ მოახერხა ამჯერად უკვე დავინდერ სინგხმა ძალიან შორიდან იყო ორივე ზაკვა შესრულებული პირველ ჯერზე კუთხურზე გადავიდა მეორე ჯერზე უკვე კარებიდან
კარისელიდან პირით ხასიკით სწრაფი გადმოსვლა ჩინელთა და ძალიან სამწუხარო ინდოელთა მეკარისათვის ბურთი გავიდა ახლა აიღო თუმცა რეალით მაინც შეგორდა ბურთი კარში ვერ მოასწრო მეორე ჯერზე რეაგირება შეტევაში სინგხმა დაარღვია წესი სწრაფი გადასვლა და ერთ ბურთამდე დავიდა სხვაობა გოლის ავტორი ჩენგი მაინც გამოიღო შედეგი როგორც ნახეთ ძირითადად ის მოთამაშეთა ცდელობა და უკვე წუთნახევრით უფრო ნაკლებით ადრე პირველ ტაიმის დასრულებამდე არის შანსი რომ ანგარიში გაათანაბრონ შესაძლოა მეტიც მოხერხდეს გააჩნია როგორ შეუწყობს ხელს ამაში მეტოქე სინგხმა დაარტყა კვლავ ვერ გაიტანა ჩინელებს აქვს ბურთი სწრაფი გადასვლა შეიძლება მოხერხდეს სუსტია და გაათანაბრა ბოლო წუთი დაიწყო ტაიმის Happy ნევენსინგხი happy მაჰმუდ ძალიან ცუდი თამაში როგორც ვივარავდი შესაძლებელია ჩინელებმა მეტიც მიაღწიონ ვიდრე გათანაბრება აქვთ მათ ამისთვის დრო და შეძლეს კიდეც 15 წამი ტაიმის დასრულებამდე ინდოელები რატომაც არ ჩქარობენ ბურთის გამოტანას ძალიან კარგად ითამაშა ახლა ანკიტმა და გაათანაბრა ანგარიში 2 წამი დაარტყმა ცენტრიდან არ მოხერხდა ასეა თუ ისეა ჩინელებმა მაინც მოახერხეს კორექტირება როგორც საკუთარი თამაშის ისე ანგარიშის და გაათანაბრეს თელ ძალას და ენერგიას მეორე ტაიმისკენ მიმართავენ და ალბათ ისევ ძირითადი შემადგენლობით გააგრძელებენ. სხვა შემთხვევაში, როგორც აღმოჩნდა, ინდოელებს აქვთ რესურსი, რომ გაუწიონ წინააღმდეგობა ჩინელებს. შევისვენოთ
დავრუნდით ეთერში, დაიწყო მეორე ტაიმი ინდოეთსა და ჩინეთს შორის. ნომინალური მასპინძელი ინდოეთია. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 15-15, შესაძლოა ეს ანგარიში ვინმეს, ვინც პირველად შემოერთა ჩვენს რეპორტაჟს, ძალიან განს გაუკვირდეს, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ჩინეთმა, რომელიც აშკარა ფავორიტია ამ შეხვედრაში, პირველი საწყისი წუთები, ლამის მთელი ტაიმი მეორე შემადგენლობით ჩაატარა და მეორე შემადგენლობამ ვერ მოახერხა ინდოელთა ძირითადი შემადგენლობის ჯობნა, რამდენიმე ბურთი ჩამორჩენილი იყო მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. 4-3 ესეთი სხვაობა ფიქსირდებოდა. დიდწილად 3 ბურთიანი, 4 ბურთიანი უპირატესობა ინდოელთა, შემდეგ უკვე ბოლოსკენ ბოლო რამდენიმე წუთი, 7-8 წუთი უკვე როგორც იტყვია, ნიკადრეს ჩინელებმა ძირითადი შემადგენლობის ხელმძღვანელების შემოყვანა მოედანზე და სწორედ მაშინ მოხერხდა ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა. წინას კი გავიდნენ, მაგრამ ბოლო წამებზე ინდოელებმა მოახერხეს გათანაბრება და 15-15. ახლა კი პირველი შეტევა ჩინელებმა ვერ დაასრულეს კარგად, თავის მხრივ ინდოელებმაც ვერაფერი ხეირიანით ვერ უპასუხებს რაფი კონტრიერიში და კვლავ ვერ გაიტანეს ერთ-ერთზე დარჩენილმა ლიშუანგმა. ფაქტია, რომ ჩინეთი ასე უდარდელად აღარ შეხედავს ამ შეხვედრას და დიდწილს მეორე ტაიმისას ვიდრე იქამდე ვიდრე არ შეიქმნის ბურთების დიდ სხვაობას ძირითად შემადგენლობას არ შეცვლის, შემდეგ კი ალბათ ბოლოსკენ ისევ მიცემს სათადარიგოებს თავის გამოჩენის საშუალებას. ლევანდერსინგხი ცუდი შეტევა დაეტაკა დამცველს, სწრაფი გათამაშება კონტრიერიში დადიან ჩინელები, ცოტა უკრეთ შეიძლებოდა, ვერ მოახერხეს. ამ კომპონენტს თლად კარგად ვერ ფლობს ვერც ერთი და ვერც მეორე გუნდი. იყო რამდენიმე ეპიზოდი უკვე დღევანდელ შეხვედრაში, ძირითადი შემადგენლობის შესრულებითაც ჩინელთა მხრიდან, მაგრამ შეიძლება და უკეთაც მოქმედება. აგერ კი ჯუნჩენგ ვანგმა წინ გაიყვანა თავის გუნდის შორეული დარტყმით. ის ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირია. იმასაც მოგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ინდოელებს ლევანდერსინგი და ანკიტი უძღოდნენ წინ როგორც გოლიადორები, 4-4 ბურთი იყო მათ ანგარიშზე. აშოკ 9-3 ქონდა, შუბხამს 2. ლევანდერსინგს 1 და ტინკუს 1. ლევანდერსინგის 1 ბურთი ნამდვილად გასაკვირია, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია თავის გუნდის, უბრალოდ მას არ გამოდიოდა დღეს არაფერი ფაქტობრივად. ბევრი ბურთი გააბუჭა, ვერ გაიტანა. ჩინელთა შორის კი პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან ესეთი უცნაური სიტუაცია. 10 ხელბურთელმა გამოიჩინა თავი და აქედან საუკეთესო მაჩვენებელი იყო 2 გოლი და 2 გოლი ქონდათ გატანილი 5 ხელბურთელს. ნელ-ნელა ალბათ ეს მაჩვენებელიც რომელიღაცა ხელბურთელის მხრივ გამოიკვეთება და გამოირჩევა 1 ან 2 ჩინელი. დიდი შანსია სწორედ 22 ნომერი ბეიჯი ხუანგი იყოს ასეთი, ვისაც პირველ ტაიმში ბურთი არ ქონდა გატანილი და ეს პირველი გოლი იყო მისი. ზოგადად ის კარგი გოლიადორია და ნახოთ როგორ იქნება. აი თავის ესე იგი ამბიციას აჩენს და ამტკიცებს 92 ნომერი ჯოანშენ კინგი, ვანკი 2 გოლი იყო მის ანგარიშზე პირველ ტაიმში და მეორე ტაიმი მან საკმაოდ აგრესიულად დაიწყო, უკვე 4 ბურთით საკუთარ გუნდში ის დაწინაურდა. შვენიერი გასროლა, 9 აშოკის ნომერი 9 და 9 ქვია. ინდოეთს უცნაური დამთხევა. აქვე სწრაფი პასუხი ჩინელთა და უკვე 4 ბურთია ჩინელების უპირატესობა.
ჩვენ მოგახსენეთ პირველ ტაიმში აჯგუფის მდგომარეობა ისევ გავიმეორებ ჩინეთი და ინდოეთი ჯერჯერობით მეხუთე მეექვსე ადგილებზე არიან ისინი აუთსაიდერები გახლავენ მაგრამ ორ-ორი თამაში აქვს მათთან თამაშები პირველ ადგილზეა კუბა 3-დან 3 გამარჯვება 6 ქულა და ბურთების სხვაობა +21 დიდი ბრიტანეთი 3 თამაშიდან 2 მოგება 1 მარცხი ბურთების სხვაობა ბალანსი +3 აზერბაიჯანს 3 შეხვედრიდან 1 მოგება 2 მარცხი +10 ბალანსი და ცხადია 2 ქულა კოლუმბიასაც იგივე ქულათა მარაგი აქვს 1 მოგებით 2 მარცხით მაგრამ ბურთების ბალანსი აქვს უარყოფითი -5 ჩინეთს 2-დან აქვს 2 ქულა 1 მოგება 1 მარცხი ბალანსი -3 და ნუ დღევანდელ შეხვედრას დიდი ალბათობით ის მოიგებს და გაიუმჯობესებს ყველანაირ მაჩვენებლებს ინდოეთი დარჩება ბოლოზე მოგახსენებთ ბ ჯგუფის მდგომარეობასაც რომლის გუნდებიც აი A ჯგუფის შემდეგ გამოვლენ მოედანზე, ანუ 14-16 საათზე ერთმანეთის წინაშე დადგებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მალტის გუნდები, 18 საათზე საქართველოსა და ირლანდიის, 20 საათზე ნიგერია, ბულგარეთი დაუპირისპირდება ერთმანეთს იქამდე ვიდრე ეს გუნდები გამოვლენ, მოგახსენებთ სატურნირო მდგომარეობას. ჯერ აღვნიშნოთ, რომ 8 ნომერმა ქსიონგლონგ სიემ გაიტანა 7 მეტრიანი და 21-17 გახადა ანგარიში. ბ ჯგუფს ლიდერობს საქართველოს ნაკრები 2 მოგება 2 თამაშიდან ბალანსი +29. ბულგარეთი მეორეა 2 მოგებით ისიც 2 თამაშიდან უარესი ბალანსი აქვს მას +28. ამერიკის შეერთებული შტატების 1 მოგება 1 მარცხი და +2 შესაბამისად 2 ქულა აქვს მას ირლანდიას 2 თამაში 1 ფრე 1 წაგება 1 ქულა ნიგერიას 1 ფრე 1 წაგება 1 ქულა და ამათ შორის ირლანდია მეოთხე ადგილს უპირატესობით იკავებს რომ ბალანსი აქვს უკეთესი -5 ნიგერიას კი -13 აქ უიმედო აუთსაიდერია მალტა -51 აქვს 2 თამაში და რა თქმა უნდა ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერ გაუწევს სათანადო წინააღმდეგობას და ამ ბალანსის ისევ უარყოფით ბალანს ისევ გაზრდის. კვლავ 7 მეტრიანი ინდოელთა კარში და ამჯერად ლი ჩაოპინგმა ვერ გაიტანა. ინდოელები კაცნაკრულები არიან. არ მიმართავენ წესს მეკარის შეცვლისა და წინ 5 მოთამაშით არიან. ამით ეცდებიან, არ აყავთ ხაზის პოზიციის მოთამაშე, რომელიც საკმაოდ ეხმარება როგორც მოგეხსენებათ ხელბურთში. ინსაიდის და ინსაიდზე გარხებულთელებს და იგივე გამთამაშებელს თუ ასე არ არის, მაშინ ჩარბენები მაინც უნდა გააკეთონ, რაღაც სხვა ტიპის კომბინაციები. როგორც ხედავთ, ინდოელები ამ ხრივ ვერ ყოჩაღობენ, მწირია მათი ცოდნა და ვერ ახერხებენ, ანუ არსენალში არ აქვთ ასეთი კომბინაციები. სწრაფი გადასვლა, ზედმეტი გაკეთა ძალიან მარტივად, მაგრამ ლი შუანგმა ისევ გააცუდა შეტევა. დღეს მას ბევრჯერ მოუხდა ერთ-ერთზე გასვლა, მაგრამ დიდწილად მან წარმატებას ვერ მიაღწია. 21-17-ია ისევ. ნევან სინგხი შუბხამი ისევ სინგხი შუბხამი ფერსე ბოხტაბურთი დაიკარგა შანსი და აქ ცუდი პასი ქსიკლონგმა ცუდად გადააწოდა ბურთი თავისიანს რომელიც შეიძლება 1-1-ზე დაჩენილიყო მეკარესთან პირისპირ გადის 2 წუთი და ფაქტობრივად ხეირი ვერ ნახა ჩინეთმა ამ 2 წუთიანით. დასრულდა ვადა 2 წუთიანის ჯარიმისა და შემოდის მოედანზე ტინკუ.
ის ხაზის მოთამაშეა, როგორც მოგეხსენებათ. ნაინის შორეული დასროლა და ზუსტია 18-21. ლიჩაპინგი. ხიჩენგი. ვანკი, ლიჩაპინგი. ფეხზე მოხდა, დარჩება ჩინელებს ბურთი. გაფრთხილება არა, ორწუთიანი. სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებაში ვერ დავეთანხმები. საჯებს ფეხზე ნამდვილად მოხდა, მაგრამ მოძრაობაში იყო ნაინი და ეს არ იყო გამიზნულად, ჩემი თვალსაჩინით, გამიზნულად ფეხით თამაში. ზოგადად ფეხით თამაში იჯება ორწუთიანით, მაგრამ ამ შემთხვევაში გონებს სხვაგვარად იყო საქმე. სწრაფად გაითამაშეს ზედმეტი, მოახერხეს ამის შექმნა ზედმეტი მოთამაშის მარცხენა ფლანგზე და პეიჯი ჰუანგმა გაიტანა 22-18. მეორე გოლი, არ მესამე გოლია, თვალსწვები ეს მისი. დავიშვა და დაემატა ჩინელებს გოლიადორი, აქამდე 10 ხელბურთს ჰქონდა გატანილი და უკვე 11-ს აქვს. საუკეთესო მაჩვენებელი ჯერჯერობით 92 ნომერ ჯუნჯენ კვანგს აქვს. 9 მეტრი ჰეპი ნევენ სინხი დევანდერ სინხი დასვეს დღეს ვერ არის ის სათანადო ფორმაში, ამიტომ არ ეძლევა შანსი. ისევ გაძევებულია მოგეხსენებათ ინდოელი მოთამაშე და ისევ ვერ ახერხებენ რამე ღირებულის შექმნას ინდოელების შეტევაში. სწრაფი კონტრიერიში ჩინელთა და ალი ჩაპინგი არ ინდივიდუალურ გარღვევით ასრულებს ამ შეტევას შედეგიანად და ზრდის უპირატესობას 5 ბურთამდე 23-18. მე-12 წუთი დაიწყო მეორე ტაიმის. აი უყურადღებოდ დაარჩეღო რა, აქ 2 წუთიანში გააძევებენ ახლა თავარ გოლიადორს, დიახ, ასეც არის. იუნჩენგ ვანგი 2 წუთიანშია. ერთი რომ უყურადღებოდ დატოვეს მეტოქე და იოლად შეძლო ინდოელმა ზონაში, შემდეგ უკნიდანაც ეთამაშა, ხელიდან გამოართვეს ბურთი, ასე ვთქვათ. ეს კი არ შეიძლება. აგერ ბატონო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ნევენ სინხი ძალიან კარგია 7 წლის დროს და ერთი შეცდომა შეიძლება ეპატიოს ამ ადამიანს, თუ კი ვერ გაიტანს. გუშინაც თქვი ერთ რეპორტაჟში და დღესაც გავიმეორებ, თუ კი შტატიანი, ასე ვთქვათ, პენალტისტი არის გუნდში და ის ყველაზე უკეთ ასრულებს ამ საჯარიმო დარტყმას, მას უნდა მიეცეს დიდწილად ამის შანსი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა გააცუდებს ის 7 მეტრიანს, მით უფრო კიდევ რომ იქამდე რამდენიმე ასეთ საჯარიმო გატანილი აქვს. როგორც წესი, სხვა მე ამ პასუხისმგებლობას სათანადოდ ვერ იღებს ხოლმე, ვერ ითავისებს და კიდევ უფრო ზარალდება გუნდი. ნაინი ყოჩაღობს, ერთ-ერთი ინდოელი, რომელიც ბოლო წუთებში რაღაცას ცდილობს და გამოსდის, თუმცა დაცვაში ინდოეთმა ყურადღება მოადუნა, სწრაფი კონტრიერიში მიიღო ჩინელთაგან და ისე 5 ბურთიანი ჩამორჩენა 25-20. ჩინეთი წინ არის. metri. მოედანი წესრიგში მოიყვანეს. ისევ ნაინი და კვლავ გააქვს მას.
ცვლილება ჩინელთა რიგებში თავი გოლიადორი უნჩენ კვანკი შეცვალა ქსიოუჩენმა, რომელმაც დაიწყო როგორც გახსოვთ დღევანდელი შეხვედრა და რამდენიმე კარგი დარტყმაც განახორციელა, ამჯერადაც ეცადა, მაგრამ ასე გაუხურვებელზე ცოტა რთულია ხოლმე შემოსვლა იმ წამიერად თამაში ჩართვა და არც ქსიოუჩენს გამოუვიდა. აღნიშნოთ ლაკის კარგი თამაში ინდოელთა მეკარის. 4-ბურთიანია ოპერატესობა, ინდოელებს აქვს შანსი 3-მდე დაიყვანონ ეს დეფიციტი. 15 წუთი მიმდინარეობს მეორე ტაიმისა. ნაინი, ნევინსინხი, შუმხამი უტევდა 9 მეტრი. ტინკუ ხაზის მოთამაშე გაათამაშებს ბურთს. ისევ ნაინა, ისევ მისი შორეული დარტყმა აღწევს მიზანს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მისი მე-9 გოლია. 9 ნომერი, მე-9 გოლი. აქ 7 მეტრიანი ეშინება ინდოელთა კარში. საინტერესოა ვინ დაარტყამს. ისევ ლი ჩეოპენგი შეასრულებს. ზუსტია მისი დარტყმული 26-22. კლაუნაინი დაუბლოკეს მას, უпроსორად ხელზე ეთამაშნენ, ეს ჯარიმა. 9 მეტრიანს გაათამაშებს ტინკუ. დაბრუნდა მოედანზე, როგორც ხედავთ, დევანდერ სინხი. დავენსინხი, ნაინი კლავ. ცოტა ახლოს მიდის, შეიძლება უფრო შორიდანაც შეტევა. რაც მიცემს ნაინს კონტაქტის აცილების შესაძლებლობას დამცველებისგან. აქ მცირე პაუზა ისევ დაცემის შედეგად დასველდა მოედანი, გაამშრალდა დამხმარე პერსონალის დახმარებით და დავენსინხი, ნაინი დავენსინხი 9 მეტრი ისე. მალე ხელსაც აწევენ, დიახ, ასეც არის საჯები. სურდა დავენსინხს კუთხეზე გადაეცა ბურთი, არ გამოუვიდა და სწრაფი კონტროლერიშით პეიჯი ხუანგმა 5 ბურთამდე გაზარდა სხვაობა. ყველაზე დიდი სხვაობა გავანდა შეხვედრაში, რომელიც ჩინელებს ჰქონიათ ინდოელების წინააღმდეგ. რამდენჯერმე იყო უკვე 5 ბურთი, ნახოთ მეც შეძლებენ თუ არა. ნაინი. დავენსინხი ძალიან კარგი შეტევა და გაიტანა 23-27. სწრაფი კონტრიერიში არ გამოვიდა. ლამის აიკარგა ბურთი. სტატიკური პოზიციიდან ახლა კომბინაციურად შეესწებიან ჩინელები. მეორე ცდილობაც არ გამოვიდა სათანადოდ. ახლა ცდილობენ რაღაცას და შვენივრად მოახერხა და როგორც იქნა გააიტანა ლი შუანგმა. ჩამოიცილა მეურვე, იქვე სივრცე იპოვა, შევიდა სივრცეში და შედეგიანადაც დაასრულა შეტევა 28-23. 18 წუთი იწურება მეორე ტაიმის. ნაინი, აქ უხეში თამაში არ არის როგორც ჩანს, არ მიიჩნია ასე მსაჯმა.
არც ახიფათ არ მიიჩნია ეს მცირე სისველე, რომელიც დაცემის შემდეგ წარმოიშვა. ნაინი. აქცენტირებულად მთელი გუნდი ახლა ნაინზე თამაშობს და ეს რა თქმა უნდა იციან ჩინელებმა, ამიტომ მთელ დაცვით რესურსს მისკენ მიმართავენ. აი ასე შეიძლება გამოთავისუფლდეს სხვა, მაგრამ თუ კი გამოთავისუფლდები უნდა გაიტანო კიდეც, მაგრამ ვერ ახერხებს ამას ჰეპი. თავის მხრივ შანსს არ უშვებს ხუან პეიჯი. ის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით უთხრამს კარში. კარგი გოლეადორია ერთი სიტყვით 29-23, 6 ბურთია უკვე სხვაობა. ორ წუთიანში აძევებენ დი შვანგს. ეს მეორე გაძევებაა მისი. სულ 3 გაძევებაა. კონდათ აქამდე ჩინელებს ეს ხდება უკვე მე-4 საჯარიმო, ანუ 8 საჯარიმო წუთი დაუბრუნდებათ. ისევ დაიკარგა ბურთი შეტევაში მარტივ პოზიციაში და სწრაფი გადასვლა პიჯი ვანგი და ისევ ზუსტია. 7 ბურთი სარეკორდო მაჩვენებლები დღევანდელი დღისთვის ანგარიშში სხვაობა რაც უკავშირდება იზრდება ახალი რეკორდები. ნახოთ ამჯერად გაიტანა კარგი იყო შუბხამი. და 4-20 და ზუსტად 10 წუთი შეხვედრის ასრულებამდე. ლი ჯაოპინგი შუჩენი ჰიშენგი სიე ლი ჯაოპინგი კარგი კომბინაცია და ტექნიკური გოლიც ვიხილეთ. 31-24. ინდოელები ცვლიან მეკარეს. დინეში შემოვიდა ლაკის ნაცვლად. გასაგებია უკვე რომ ეს შეხვედრა წაგებული აქვს ინდოეთს და სადარგო მეკარეს ეძლევა შანსი. ისევ კარგია შუბხამი. ზედიზად ორჯერ გაიტანა მან. თავის მხრივ კარგად უპასუხა სიუჩენმა. შებოჭეს შეიძლება ითქვას გააქვავეს ადგილზე ნაინი, თუმცა სწრაფი გათამაშება კარგად მოახერხეს ეს და ჰეპიმ გაიტანა. 26-32. პარაშუტიც ვიხილეთ და სასიამოვნოა რომ ყველაფერი კარგად და ზუსტად შესრულდა. 33-26. სიუჩენი ასრულებს გოლით ამ ლამაზ ეპიზოდს. 7 წუთზე მეტი ცოტათი შეხვედრის დასრულებამდე 7 ბურთია სხვაობა და ჩინეთი რა თქმა უნდა მოიგებს ამ შეხვედრას. შეტევაში შეცდომა დაეტაკა და ისე პეიჯიე არა გადაულოცა მან ლი ჯაოპინგს და ერთ-ერთზე გასულმა ვერ გაიტანა. უნდა შევაქოთ ასევე დინეში ინდოელთა მეკარე.
ნაინი. შუბხამი, ნაინი. ისევ შუბხამი. ნაინი, შუბხამი. ეცადა თავად შეეტი, არ გამოუვიდა 9 მეტრი. დინკუ არ მოწონს ბურთი, რაღაც პრობლემა, გასუფთავება. დროდადრო ჭირდება ასეთი რამ, მივეჩვიეთ. თანამედროვე ხელბურთში ბევრი წებო ხდება ბურთის ზედაპირზე. სპეციალური ხელის წებო მოიხსენებათ. იმის გამოყენებით თამაშობენ ხელბურთელები და შიგადაში გადაიტვირთება ხოლმე ზედაპირი ბურთის. აქ სწრაფი გადასვლა და აქ ქსინგლონგის გოლი 34-26 8 ბურთი. ვესხვაობა. ისევ მარტივ სიტუაციაში ბურთის დაკარგვა და ერთ-ერთზე გადის ლიშვანგი. გააქვს 35-26. ძალიან აქტიური შეტევა ახლა ინდოელების იყო თითქოს რაღაც ჩანასახი კომბინაციის, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გამოვიდა. ისევ ინდივიდუალურად უნდა ეცადნონ, თუმცა ნაინი ვეღარ ყოჩაღობს, დაიღალა როგორც ჩანს. აი იმ ტვირთმა, რომელიც მან წამოიკიდა ერთი პერიოდი მთელი გუნდი ათრია, ასე ვთქვათ. დაღალა ძალიან, მართალია შეთხიდა გარკვეულ ეპიზოდებში შუბხამი, მაგრამ საერთო ჯამში ეს თამაშს დიდად ვერ დაეთხო. აი ისევ შუბხამი ვერ გაიტანა. კარგად კი მოატყუა დამცველი. აუტი. მეკარისგან ბურთი აუტში გადავიდა, ისევ ინდოეთის შეტევაში. ისევ შუბხამი ცდილობს, აქტიურობს. და კვლავ წარუმატებლად. ჩინელები შეტევაში კარგად გაიხსნა ხაზის მოთამაშე და ლამაზად გადაუგდო თავზე მეკარეს ქსინგლონგსიე. მეოთხე გოლი ეს მისი. ნაინი ისევ აღიმართა, მაგრამ ვერ დაარტყა. ისევ ნაინი და 2 წუთიანში გააძევებენ ახლა ხუანგ პეიჯიეს. კი ბატონო. მცირე ტრავმაც მიაყენა როგორც ჩანს. მცირე მხოლოდ საბედნიეროდ. მოედანიც გვარიანად დასველდა, ამიტომ ჯერ მოედანი მოვა წყობში, შემდეგ მოთამაშეები გააგრძელებენ შეხვედრას 4 წუთი ცოტა ნაკლები დასრულებამდე. ბურთიც ისევ იცვლება. ნაინი ნევინსინქი 4-დან შედის იშვიათი შემთხვევა და ძალიან კარგადაც გამოვიდა ანკიტმა გაიტანა ეს ბურთი 27-ით 37 10 ბურთიანია ჩამორჩენა. ოცდამეშვიდე წუთიც მიმდინარეობს მეორე ტაიმისა 2 წუთი ნახევარი შეხვედრის დასრულებამდე.
საკმაოდ კარგად გააკეთა ყველაფერი ლიშვანგმა, მაგრამ ბოლო დარტყმული არ იყო თლად מחვილგონივრული და იოლად აიღო მეკარე დინეშმა. ნევენსენქი გოლი 28-27. კარგი პასი ხაზზე დაარტყა ქსიე გიენგლონგმა ვერ გაიტანა. 7 მეტრიანს თავადაზარელებული დაარტყამს, როგორც ჩანს, დიახ, ასია. ზუსტია მისი დარტყმული 28-32. ისევ 10-ბურთიანი გახდა სხვაობა ანგარიში და 22 წუთია მეორე ტაიმისა. დევინდერ სინხი კვლავ დაბრუნდა, ისევ კარგი პოზიცია ანკით და გაიტანა ანკიტმა. შეუძლია მხილბურთელს, როგორც ჩანს და მეტი უნდა შეუქმნას გუნდმა კუთხის მოთამაშეებს, ეს რა თქმა უნდა გამთამაშებლის და ინსაიდის პრეროგატივაა, კუთხაზე დგომი ხელბურთელი ნაკლებად რომ თავის ინიციატივით რამეს აკეთებდეს, აი სწორედ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაატოვეს თავისუფალ ზონაში თავისი თანაგუნდელი ჩინელებმა და ჰი ჩენგმაც გაიტანა შესაძლებელი პოზიციიდან. ნაინმა შორიდან ცადა დარტყმა, ისევ უზუსტოდ სწრაფი კონტრიერიში და არ იყო ამის საჭიროება, ხსა ზედმეტი გამოვიდეს, მაგრამ პუბლიკაზე ითამაშეს ჩინელებმა, პარაშუტი აქ არ იყოს აუცილებელი, ვერც გაიტანეს. თუმცა ინდოელებმა ისევ დაარღვიეს წესი შეტევის დროს და მიეცა შანსი ჩინელებს. ბოლო წუთი მიმდინარეობს შეხვედრისა 10-ბურთიანი უპირატესობა ჩინეთს და მათი შეტევა. ლიჩაპინგი კარგი პასი ხაზზე და ზუსტია ქსიე გიენგლონგი. წუთშესვენება აიღო ინდოეთმა. დასრულდა წუთშესვენება, სულ რაღაც 20 წამი და შეხვედრაც დასრულდება. ეს კომბინაცია დაუსახა როგორც ჩანს. სნელმა მცირე დროში თავის შეგირდებს. რაღაც კი გამოვიდა, მაგრამ ბოლომდე არა და დასრულდა კიდეც ეს მცდელობა. ამავე დროს ამოიწურა შეხვედრისთვის განკუთვნილი დროც და დაფიქსირდა შედეგი 40-29. აი სხვათა შორის 40 ბურთი და მეტი ჯერჯერობით მესამე დღე მიდის ტურნირისა და ხოლო აზერბაიჯანს ჰქონდა გადანილი. ჩინეთი არის მეორე გუნდი, რომელმაც მიაღწია 40 ბურთიან ზღვარს. ახლოს იყო მასთან ბულგარეთი, ბრიტანეთი, ბულგარეთი მეორეჯერ,
გუშინ საქართველოს 1 ბურთი დააკრა 40 გოლამდე. ეს უბრალოდ სტატისტიკა, ხოლო ყველაზე მცირე შედეგიანობა ერთ მატჩში ჰქონდა ორივეჯერ მალტას 13 ბურთი გაუტანა როგორც ბულგარეთს ისე საქართველოს და ნიგერიას რომელმაც 14 ბურთი გაუტანა საქართველოს. ახლა ნახოთ ვის გამოარჩევენ გუნდებიდან როგორც საუკეთესო მოთამაშეს. The ceremony will be awarded by the IHF analysts. Jorge Dueñas, the best player from India. Number 5, Anki. ხუთი ნომერი ინდოეთიდან ანკიტი არის საუკეთესო. And the best player from the People's Republic of China. Number 22, Wang Peijie. 22 ნომერით მოთამაშე ბეიჯი ჰუანგი გახდა საუკეთესო. ამით გემშვიდობებით მაცემატიკურ მაყურებლებო, ცირეხნით დაბრუნდებით ეთერში 16 საათზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და მალტის ეროვნული გუნდების შეხვედრით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენთვის მუშაობდა ზვიად შათილიშვილი. დროებით.